მოწმობათა მწერალთან ერთად თქვენ ასევე ხართ მასწავლებელი. როგორია სამი პროფესია ერთად? რაც რა გითხრათ, აბა. მე სინამდვილეში არც მწერალი არ ვარ და არც მასწავლებელი. მე ეხლაც მიყვარს მასწავლებელად როგორ მუშაობ, როგორ მოხდი აქ, მაგრამ რაც ერთმა ესე ინება. მაგრამ მე პირველ რიგში რა მინდა იცით, რომ თუნდაც იმ წერით, თუნდაც იმ გაკვეთილებით, თუნდაც რომ ბავშვებამდე მივიტანო ღვთის სიტყვა, ბავშვის გულამდე მივიდეს ღვთის სიტყვა და მჯერა რომ თუ ბავშვის გულამდე მივიდა ღვთის სიტყვა და ბავშვმა ეს მიიღო, ბავშვი ამით იქნება ბედნიერი. აი ეს ნამდვილად მჯერა და ჩემი ყველა მცდელობა ეს არის. მე შეიძლება სადღაც მასწავლებელი ვიყო, სადღაც როგორც თქვენ არ მისნეთ მწერალი, სადღაც შეიძლება ფეხბურთელი იყო, ბავშვებთან ერთად ფეხბურთს თამაშობ, სადღაც დინარეზე ერთად ვანავ. ყველაფრის მიზანი რა არის? გონდა ვთქიდეთ, აი შეუვარდით ქალბატონ ნანას კლასთან, ოფორია კეთ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი არის ბავშვებთან მეგობრობა და ურთიერთობა. დანარჩენი რა მეთოდსაც გამოიყენებ, რომ იმ მიზანს მიაღწიო, ყველაფრისთვის მიზად უნდა იყოს ადამიანი, ალბათ. მე ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ თან ახლა ნახეთ როგორი ამბავია. ბავშვებთან ურთიერთობითო სული იწმინდება. თეოდორ დოსტოევსკის რამეს ამბობს. და ბავშვები სინამდვილეში როგორც ჩვენი მეუღლე ანდრია ძანებს ხოლმე. ბავშვები სინამდვილეში უფრო მეტ გვაძლევენ ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს. უფრო მეტ გვაძლევენ. რა შეედრება იმ სიხარულს, იმ სიყვარულს, რასაც დროს შეხვალ სკოლაში და ერთი ბავშვი რო შემოგეხვევა, სულ გავიწყდება მთელი დარდი და ტკივილი. მაგას არაფერი არ ჯობია.